საქალაქო სასამართლოში დღეს ქართული ოცნების ისეთ წევრებსაც ასამართლებენ, რომელთაც მშობლიური პარტია მეკრთამეობასა და სხვა მავნე მოვლენებში ადანაშაულებს. ბრალდების მხარეს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მოწმე ჰყავდა გამოძახებული, მათ შორის იმ კერძო კომპანიების წარმომადგენლები, ვისგანაც გრიგოლ ლილუაშვილი ლობირების სანაცვლოდ სავარაუდოდ ქრთამს იღებდა. დია ბაძაღუა მოგუყვება უფრო მეტს დღევანდელი პროცესის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი, რომელიც კორუფციის ბრალდებით არის დაკავებული. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს ჰყავდა მოყვანილი 4 მოწმე, მათ შორის იყვნენ საბავშვო ბაღების დირექტორები და მეწარმეები, როგორც ამბობენ. თავად პროკურორმა განმარტა, რომ შესაძლოა მოწმეებს პირდაპირ შემხებლობა არ ჰქონოდათ გრიგოლ ლილუაშვილთან, თუმცა მათ სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია კონკრეტულ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც როგორც ბრალდების მხარე ამბობს, ჩართული იყო გრიგოლ ლილუაშვილი და მფარველობის სანაცვლოდ იღებდა დიდი ოდენობით ქრთამს. ჩვენ ვეცადეთ გასაუბრებას 2 მოწმესთან, ერთ-ერთი მათგანი ამბობს იმას, რომ საერთოდ არ ყოფილა სასამართლო დარბაზში და არ ყოფილა მოწმე, თუმცა დაგვიდასტურა ის, რომ იყო დირექტორი ერთ-ერთი ბაღის, რაც შეეხება დაცვის მხარე ამბობს იმას, რომ აქ ამ დრომდე გამოკითხული არც ერთი მოწმე არ იძლევა გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას და საქმეში არ დევს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სუსის ყოფილი უფროსის ბრალეულობას დაამტკიცებს, როგორც იცით, ის ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. თქვენ გამოიკითხეთ მოწმის სტატუსი. არა, მოწმე არ ვიყავი. აბა ვიმბრძანდებოდით, კითხვებს გისვამდნენ სასამართლო დავიკას. არა. უკაცრავად არაფერი კითხვა მეგობარს დირექტორი ბრძანდები? მეგობარს მოყვები, დიახ დირექტორი. თქვენ შეგიძლიათ ბრძანდებოდით და არ გაძლევთ ინტერვიუ. დირექტორი ბრძანდებით ხალხად ვიდა? დირექტორი. ახლა გვანცელოძესთან რა ტიპის შემხებლობა გქონდა? არანაირი. თან გრიგოლ ლილუაშვილს პირადად თუ არ მაინტერესებს, არ გაძლევთ ინტერვიუს სასწაულს. რა ტიპის ინფორმაცია მიაწოდეთ გრიგოლ ლილუაშვილთან? არა მაქვს არანაირი ინფორმაცია. აბა რა ინფორმაციად მიაწოდეთ სასამართლოს? არ მიმიწვდია, ხალბატონო, საიდან ვნახეთ რომ შევედი? უარ ყოფ, ესე იგი დარბაზში ყოფდას. დიახ. თქვენი პოზიცია იქნებ გითხრათ, მიეცით თუ არა ჩვენება ლილუაშვილის წინააღმდეგ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია მაღალი საზოგადოების ჩვენთვის არის. ახლა გვანცელოძეს თუ იცნობთ, რა შეხება გქონიათ მასთან, ხალბატონო? დაიკითხა 4 მოწმე, ესენი იყვნენ როგორც მეწარმე სუბიექტები, ისე ბაღების დირექტორები. ბუნებრივია მოწმეებმა ისაუბრეს კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდებოდა კორუფციული სქემა, რას გულისხმობდა ეს სქემა, ვინ რა ოდენობის ფასნამაც ამატებდა გარკვეული პროდუქციისა თუ მომსახურების შესყიდვისას და ამის შემდგომ უშუალოდ სად მიდიოდა ეს თანხები. ვინ რომელ სააგენტოს რომელთა თანამშრომელთან იყო გარიგებული, ეს ინფორმაცია იქნა დადასტურებული. მეტ ინფორმაციას მე ამ ეტაპზე ვერ მოგაწვით. თუმცა ბუნებრივია საქმეში წარმოდგენილია როგორც პირდაპირ ხასიათის, ისე ირიბი მტკიცებულებები. არც ერთ მოწმეს დღემდე პირდაპირ მტკიცებულების სახით, პირდაპირ ინფორმაციის სახით, რომ რაიმე შემხებლობა ჰქონდა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის კორუფციულ გარიგებასთან ან რაიმე სხვა დანაშაულთან, მსგავს ინფორმაცია დღემდე არ არის და არც დღევანდელ მოწმებს შესახებ არ უსაუბრია. უფრო მეტიც საერთოდ შემხებლობაც და ნაცნობობაც არ ქონიათ, იცნობენ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი არხებიდან და არა პირადად. გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, კონკრეტულად ამ ეპიზოდთან დაკავშირებით კი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული ბაღების ეპიზოდი, მას ედავებიან ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის მფარველობას, რომლის სანაცვლოდაც ის იღებდა დიდი ოდენობით ქრთამს. კახა გვანცელაძე ასევე არის ბრალდებული, თუმცა ის ქვეყანაში არ იმყოფება და არის ბიმალვაში და როგორც ჩვენ გვითხრა ადვოკატმა, ის არ არის ამ დრომდე გამოკითხული, თუმცა პროკურორის თქმით არის მოწმეთა ნუსხაში, როგორც გითხარით, გრიგოლ ლილუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თუმცა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.